იცით, არის წიგნები, რომლებიც უბრალოდ კარგი ამბებია და არის წიგნები, რომლებიც თავად იქცევიან ისტორიად. აი, ჯაყოს ხიზნები სწორედ ასეთია. ესაა რომანი, რომელმაც თავისი ავტორი შეიწირა, პირდაპირ მნიშვნელობით, სიცოცხლის ფასად დაუჯდა. და რას კითხულობს აქ მიხეილ ჯავახიშვილი? კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი შემაძრწუნებელი. რა ხდება, როცა ქვეყანა სულს კარგავს? აი ეს არის მთელი რომანის გული, ის ღერძი, რომლის გარშემოც სქელი ეს უდიდესი ტრაგედია ტრიალებს. იმისთვის, რომ ბოლომდე გავიგოთ, რამხელა სიმძაფრისა ეს ნაწარმოები, მოდით ჯერ იმ ეპოქაში დავბრუნდეთ, რომელმაც ის შვა. გადავინაცვლოთ დროში, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და მძიმე პერიოდში. აი შეხედეთ ამ ქრონოლოგიას. ყველაფერი ხდება ძალიან მცირე დროში. საბჭოთა ოკუპაცია. 1923 წელს თავად ჯავახიშვილს იჭერენ. 24-ში კი სასტიკად ახშობენ ეროვნულ აჯანყებას. და სწორედ ამის ფონზე, ამ სისხლისა და ტრაგედიის შუაგულში, სულ რაღაც ორ თვეში ჯავახიშვილი წერს ჯაყოს ხიზნებს. ეს არ არის რაღაც მოგონილი ამბავი ხდებით, ეს არის ქაღალდზე გადმოტანილი რეალური ტკივილი. და როგორ წერდა? თავად ავტორის სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს ამას. ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. ამაზე უკეთესად მგონი ვერავინ იტყვის. ეს რომანი პირდაპირ სულის კივილია. კარგი, ახლა მოდით, გავიცნოთ ამ ისტორიული ქარიშხლის ეპიცენტრში მოქცეული მთავარი გმირები. ერთის შეხედვით, ეს სამი ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ დამიჯერეთ სინამდვილეში ისინი ბევრად მეც ნიშნავენ. წარმოიდგინეთ, ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო ეჯახება. ერთ მხარეს ყავს თეიმურაზ ხევისთავი, განათლებული, დახვეწილი, მაგრამ აბსოლუტურად უმოქმედო არისტოკრატი, წიგნის ჭია. მეორე მხარეს კი ჯაყო, გაუნათლებელი, უხეში, მაგრამ წარმოუდგენელი ენერგიის და მტაცებლური ჟინის მქონე კაცი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს ყველაფერს, რაც თეიმურაზისაა. და ამ ორს შორის მომწყდეულია მარგო, თეიმურაზის ცოლი. მაგრამ ის არ არის უბრალოდ ქალი ან რაღაც პასიური მსხვერპლი, არა. ის არის მთავარი პრიზი. ის არის ტერიტორია, რომლისთვის ბრძოლაშიც ყველაზე კარგად ჩანს თეიმურაზის უსუსურობა და ჯაყოს დაუოკებელი მომხვეჭელობა. ხო, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ეს უბრალოდ რაღაც საოჯახო დრამაა, კონფლიქტი ქმარს ცოლსა და მათ ხიზანს შორის. მაგრამ სინამდვილეში ჯავახიშვილმა ამ ერთი შეხედვით მარტივ ისტორიაში ბევრად უფრო ღრმა, უფრო დიბი და რაც მთავარია, იმ დროისთვის ძალიან სახიფათო გზავნილი დამალა. და ეს გზავნილი დაშიფრულია. დაწერილია ალეგორიის ენით. აბა სხვაგვარად როგორ. იმ დროში, საბჭოთა ცენზურის პირობებში, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ სიმართლე გეთქვა. ანუ თითოეული პერსონაჟი, თითოეული მოვლენა, აქ რაღაც ბევრად უფრო დიდზე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაზე მიგვანიშნებს. ხო და მოდით, გავშიფროთ ეს კოდი. აი რომანის ნამდვილი გასაღები. თეიმურაზი, ეს არის საქართველოს პასიური, წიგნებში ჩაკარგული ინტელიგენცია. ჯაყო, ეს არის უხეში, დამპყრობელი ძალა, რომელიც ყველაფერს ითვისებს, ანუ საბჭოთა რუსეთი. და მარგო თავად საქართველოა. ხედავთ, ეს უკვე აღარა უბრალოდ სამი ადამიანის ამბავი, ეს მთელი ერის ტრაგედიის ალეგორია. და თუ თეიმურაზი ერის ინტელიგენციას განასახიერებს, მაშინ მისი პირადი დაცემა და ტრაგედია ბევრად უფრო დიდ რამეს გვიყვება, სულიერი გადარჩევის გზას. ჯავახიშვილი ძალიან თანმიმდევრულად გვიჩვენებს ამ დაცემის პროცესს. შეხედეთ, პირველ რიგში თეიმურაზი კარგავს მიწას, საკუთარ სახლს, მერე კარგავს ცოლს და ბოლოს ღირსებასაც. ის იქცევა ყოფილ კაცად. მაგრამ აი სწორედ აქ, ამ სრულ ფსკერზე, ამ ტოტალური კრახის მომენტში, იწყება რაღაც ახალი, მისი სულიერი გამოგვიძება. და იცით, ეს არის რომანის მთავარი პარადოქსი და ამავე დროს მისი მთავარი იმედი. როცა ყველაფერი მატერიალური, ყველაფერი მიწიერი დაკარგულია, თეიმურაზი პოულობს იმ ერთადერთს, რასაც ვერავინ და ვერასდროს წაართმევს, რწმენას. და ჯავახიშვილის გზავნილიც აქ ძალიან ნათელია. ერის სულს, მის შინაგან ძალას შეუძლია გადარჩეს და მოთმინებით დაელოდოს აღდგენას, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ყველაფერი წართმეული აქვს. მაგრამ 1924 წელს ასეთი სიმართლის თქმას, საბჭოთა რეჟიმის ასეთი დაუფარავი კრიტიკის ქაღალდზე გადატანას, რა თქმა უნდა, საშინელი ფასი ჰქონდა. რომანი როგორც კი გამოქვეყნდა, მაშინვე დაიწყო საჯარო თავდასხმები, კრიტიკა, დებატები. გავიდა 12 წელი და 1927 წელს, დიდი ტერორის დროს, მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს. წარმოგიდგენიათ, რომანი, რომელიც ერის ტრაგედიას აღწერდა, საბოლოოდ თავად ავტორის პირადი ტრაგედიის პირდაპირი მიზეზი გახდა. და ისევ დაუბრუნდეთ მის სიტყვებს.
თავად ავტორმა თქვა, ყველაზე მოკლედ და ყველაზე მძაფრად ჯაკო გმინვაა ჩემი სულისა. მორჩა. ეს ერთი ფრაზა მგონი ყველაფერს ამბობს. ეს არ იყო უბრალოდ ლიტერატურა, ეს იყო პირადი ტკივილის მანიფესტი. საბოლოო ჯამში მიხეილ ჯავახიშვილისა და მისი რომანის ისტორია ერთ ძალიან მძიმე, მაგრამ მარადიულ კითხვას გვიტოვებს ყველას. რა არის საბოლოო ფასი ერის სიმართლის თქმისთვის? და დაფიქრდით. ეს კითხვა დღეს ზუსტად ისევე მწვავედ დგას, როგორც თითქმის ერთი საუკუნის წინ იდგა.